გიფიქრიათ იმაზე, რომ ჩვენ ქართველებს ყოველთვის ვიღაც გვმართავდა. ჩვენ ქართველ ხალხს არასოდეს გვიმართავს ჩვენი ქვეყანა. გადავხედოთ ისტორიას. გასაგებია, რომ მე-19 საუკუნემდე საქართველოს ისევე როგორც ევროპის ქვეყნების უმეტესობას მონარქი მართავდა. ამის შემდეგ ჰქონდა 200 წლიანი ოკუპაცია, შუაში 3 წლიანი გამონათებით ქართული რესპუბლიკის სახით. თითქოს რუსულ ოკუპაციას 91 წელს საბოლოოდ დავაღწიეთ თავი და მაშინ პირველად აურჩიეთ ქართულმა ხალხმა პრეზიდენტი 86%-ით, თუმცა ის მხოლოდ 7 თვეში დაამხო ხუნტამ. ხუნტამ ჩამოიყვანა საქართველოში შევარდნაძე. შევარდნაძე არ იყო ქართული ხალხის არჩევანი. 92-15 წლების არეულობაში პოლიტიკის კეთება ქვეყანაში უბრალოდ შეუძლებელი იყო. შესაბამისად 95 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ქართული ხალხი უბრალოდ შეეგუა და აღიარა ის რეალობა, რომელიც ქვეყანაში უკვე არსებობდა. 2003 წელს მიუხედავად იმისა, რომ ვარდების რევოლუციის მთავარი შემოქმედი სწორედ ხალხი იყო, უნდა ვაღიაროთ, რომ პასუხისმგებლობა რევოლუციის შემდეგ ქვეყნის მართვაზე ჩვენ არ აგვიღია და ის სრულიად გადავაბარეთ მიხეილ სააკაშვილს. მან კი თავისუფლ ქვეყანა 9 წლის განმავლობაში ერთპიროვნულად მართა და ხალხი სრულად იყო გამოტიშული ქვეყნის მართვას. სააკაშვილის დამარცხებამ უკვე ბიძინა ივანიშვილმა შეძლო საკუთარი მილიარდებით, რომელსაც ქვეყანა გადააქცია არა ხალხის, არამედ პირად საკუთრებად. შესაბამისად ის ქვეყანას მართავს იმავე გზით და მეთოდებით, რა გზითაც მდიდარი ადამიანები საკუთარ კომპანიებს მართავენ. როცა უნდა დანიშნავს და გაათავისუფლებს დირექტორებს, ვიზეც უნდა ყიდის ამ კომპანიის კუთვნილ მიწას, ქონებას თუ წილს. პარტნიორულ ურთიერთობას ამყარებს იმასთან, ვისაც პირადად მას უნდა და მტრად აცხადებს ყველას, ვინც მისთვის ამ კომპანიის გამოგლეჯას ცდილობს. ანუ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო ფაქტობრივად არასოდეს ყოფილა რესპუბლიკა. ის იყო მონარქია, კოლონია, ტოტალიტარია და დიქტატურა. დღეს კი გვაქვს ჩვეულებრივი ოლიგარქიული ავტორიტარიზმი. ეს უნდა დასრულდეს. უნდა დასრულდეს ხალხზე მმართველობა და ის შეიცვალოს ხალხის მმართველობით. ხალხზე ბატონობა, ხალხის ბატონობით. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ქვეყანა, რომელიც გვეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ, ქართველ ხალხს, საქართველოს შვილებს. ამისათვის კი საჭიროა, რომ ხელისუფლების მომდევნო ცვლილების მთავარი შემოქმედი ვიყოთ ჩვენ, ქართველი ხალხი. ჩვენ აღარ უნდა ჩავანაცვლოთ ერთი ბელადი მეორეთი. ჩვენ უნდა ჩავანაცვლოთ ოლიგარქიული ავტორიტარიზმი ქართული რესპუბლიკით. სწორედ ამ ძალიან რთული და დიდი მიზნით დაფუძნდა პოლიტიკური მოძრაობა ქართული რესპუბლიკა. ჩვენი მიზანია, რომ ჯერ ქართული რესპუბლიკა იქცეს მოძრაობად, რომელიც იქნება შექმნილი და მართული ხალხის მიერ ხალხისთვის. შემდეგ კი ერთად დავიბრუნოთ ძალაუფლება და შევცვალოთ ოლიგარქის მმართველობა ხალხის მმართველობით. ასე რომ შემოგვიერთით. დაალაიქეთ ქართული რესპუბლიკის Facebook გვერდი, მოძებნეთ ჩვენი Facebook ჯგუფი, ან უბრალოდ მოგწერეთ, გამოგვიაროთ და ერთად ვიმჯეროთ, ვისაუბროთ და ერთად შევქმნათ უკეთესი საქართველო.